მოგესალმებით. რა ლამაზად გამოიყურები, ყოველდღიურად ლამაზდები და ლამაზდები. ზანდით. აბა მე უბერდები და უბერდები. ნუ ატუკა ყოველთვის ფერადი და მე უბერდები, გავიგე. არა გენაცვალე, შენ ძალიან ესეთი შენს ფორმას ინარჩუნა. მართალია. მე მომწონს ეს ბიჭი. მადლობა. შენ კიდე სულ ფორმაში ხარ, სულ ლამაზდები. და ახლოს ფანტასტიკურად გამოიყურები და ნუ სიმღერა ახლოს ფანტასტიკური. ხო, ეს ახალი სიმღერაა და ხათრე ჯერ ესე ასეთ არ გამიშხერებ. პრემიერა. ვიდეოს პრემიერა გავაკეთეთ, მაგრამ ტელეპრემიერა ხო თქვენთან შედგა. მოგვეყევია. დიდი მადლობა შენ ამისთვის. აი ეგ საიდუმლოებები, როგორ ხარ სულ ფორმაში, როგორ არჩევ ისეთ სიმღერებს, რომ მაშინვე ჰიტი ხდება. და აი ყველაფერი გვაინტერესებს მოკლედ. ნუ აი რა გითხრათ, ფორმაში როგორ ვარ და ალბათ გენეტიკის დამსახურებაა პირველ რიგში. მარტო გენეტიკა არ არის, არ ეს გენეტიკის დამსახურება. ყველა ამბობს, რომ შინაგანად, როდესაც ხარ ბედნიერი, აი ეს სილამაზე მოდის თვალებიდანო და რამდენად ეთანხმება. ნახე მე გახსოვს ადრეც ვისაუბრე, ზუსტად მე მგონი თქვენთან ვიყავი, აი ამ ბედნიერებაზე. არ მახსოვს არაფერი, შილასაკში ვარ მავიწყდება რაღაცა. აი მიტყუება რაღაცებს, არა და როგორი ახალგაზრდა. ადრეც აღნიშნე, რომ შინაგანად უნდა იყო შენ თავთან ჰარმონიაში და დილა უნდა დაიწყო აუცილებლად. მადლიერებით. ხა ეს ცოტა ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მუშაობს ეს ყველაფერი მოქმედებს და ამიტომ როდესაც შენ იწყებ დილას მადლიერებით და როცა ადგები და სარკეში იხედები და ამბობ, რომ მადლობა ღმერთო რომ გავიღვიძე და ვარ ბედნიერი. აი არ არის მიზეზი საჭირო მაინც და მაინც იმისთვის რომ იყო ბედნიერი. უბრალოდ რომ ხარ კარგად, რომ გაიღვიძე და ყოფოს ჯანმრთელად, რომ გაიღვიძებ და რომ დაიწყებ დღეს ესე ღიმილიანად მთელი დღეც და მთელი ცხოვრებაც მე ესე შენ გარშემო მყოფებით. ახლა სიმღერას აჩვენე. გადაღებები გქონდა როგორც ვიცი, აი ბოდიში ნატუკას ამ სიმღერას. გადაღებები გქონდა როგორც ვიცი. გადაღებები მქონდა აი ამ სიმღერას გადავხედე. ხო და აი რა სიახლეებია შენ ცხოვრებაში ამაზე გვესაუბრე. ხო, ვიდეო რგოლი გადავიღე ამ სიმღერაზე. მოდი სიმღერაზე ხوار დავიწყოთ და მოვაყოლოთ ვიდეო. აუცილებლად უნდა აღნიშნო ავტორი ჩემი მეგობარი უკვე ძალიან დიდი ხნის ძალიან კარგად თანამშრომლობთ კოლეგებიც კარგი გამოვდებით ასე ვთქვათ კომფორტულად მარიამ ლიკლიკაძე რომელსაც ეკუთვნის სიმღერაც და ტექსტიც არაჩვეულებრივი ბიჭი ირაკლი ჯოხაძე რომელსაც საოცარი არანჟირება გააკეთა და ასევე მასთან სტუდიაში ჩაიწერა და მოკლედ ესეთი კარგი კოლაბორაცია უკვე რიგით მესამე ერთობლივი ასე ვთქვათ ნამუშევარი გვაქვს და ძალიან მიხარია ეს გრძნობთ კი აი რაღაცა ხო რო დაურეკავ და იტყვი აი მარიამ ირაკლი აი ესეთი სიმღერა მჭირდება და ეგრევე იციან უკვე რაც გინდა რა და სპეციალურად გავაკეთეთ როგორი სიმღერა რაღაც ცოტა ნოსტალგიურია ცოტა ძველ დროებს გვაქვს აი ცოტა ჟღერადობაც ისეთია თითქოს აი 90-იანების ზუსტად ესეთი ემოცია თუცეკვა გინდა იცეკვებ თან ცოტა მინორიც არის თან ესეთი ტექსტიც ისეთია და ვიდეო რგოლიც მოვაყოლეთ და ძალიან ლამაზი ვიდეო რგოლი გამოგვივიდა და სხვათა შორის ჩვენი ეს წინამორბედის სტუბარი ჩვენი ოქროს გოგო ნინა მეიქაპის გოგო ნინი მაისურაძე რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმიტომ რომ მან იზრუნა ჩემს ვიზაჟზე კლიპში და მოკლედ ესეთი კარგი კლიპსაც შეეხება ხო ძალიან სახალხო ვიდეო გამიკეთა იმ ბიჭმა რომელთანაც დავმეგობრდი მე ასევე მე საერთოდ ეგეთ კოლექტივებს ვარჩევ ხოლმე რა ნახე აი კომფორტულად რომ მუშაობ და უსიტყვოთ რომ ესმით უკვე შენ ეგ არის ძალიან დიდი კომფორტი დღესდღეობით და მოგეთ შაკო ბაბუაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმიტომ რომ რიგით მეორე ვიდეო რგოლი გავაკეთა უკვე შაკოსთან და ზუსტად ისეთი გამიკეთა როგორც გინდოდა როდი შეგვიძლია ამის ხილვა ვიდეო რგოლის პრემიერა უკვე შედგა და YouTube-ზე კი ბატონო. ეხლა რა გითხარი სოფო იცი? შენი ზაფხული მინორში მიდის თუ მაჟორში მიდის? აი გითხარი. ჩემი ზაფხული და ზამთარიც ყოველთვის მიდის მაჟორში. კარგი და მაშინ შესაით მიდიხარ და რასაპირებ მაჟორულად ზაფხულში ხარ გითხარი. იცი რა ცოტა ხნის წინ დავბრუნდი თურქეთში ვიყავით რაღაცა მომღერლების გარკვეული ჯგუფი, პატარა რაღაცა კონცერტივით გქონდა, თან ცოტა დავისვენეთ, თან გავერთეთ, თან ვიმუშავეთ. ბევრს მოგზაურობ ისე. ხო, ნუ აი ჩემი ამბები ხო იცით ხან იყო პერიოდი რომ ამერიკა თბილისი იყო ესე გადაკეში თითქო საფრანგეთი თბილისი ზაფხულებს ხოში კონცერტებით არის დატვირთული თუ იცი რა რაღაცა უფრო კორპორატიული საღამოები კონცერტია შენთვის ხო ჩვენთან ახლა ხო იცი ესე ხდება ხოლმე მე უფრო
სექტემბერში დაიწყება ესეთი სახელმწიფო კონცერტებს რო ეძახიან ალბათ. მქონდა 26 მაისის კონცერტი ძალიან კარგი და ვიყავით ქუთაისვე სტუმრეთ და არაჩვეულებრივად ჩაიარა. სასწაული მსმენელი ყავს ქუთაისზე ვიშტები მოვიკითხავ ქუთაისის. ყველა ქალაქს, მაგრამ ქუთაისი გამოირჩევა. ხო, არა, რა თქმა უნდა და აი ესეთი ამბები, აი ეს მიდის რა. ანუ ზაფხული უფრო დაისვენებ ოჯახთან ერთად? იცი რა არის, მე ხო ვმუშაობ თან ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ საღამოს მღერი და შესაბამისად ესეთი აქტიური დასვენება ვერ გამომდის, მაგრამ ხანდახან მაინც ვახერხებ, რომ ესე გავძრები, ძალიან მიყვარს კახეთის სტუმრობა, ძალიან მიყვარს ბათუმში, ოღონდ აი ერთი დღით მაგის ფუფუნება და ასევე ძალიან გიყვარს შოპინგი. ბატონო. აი მე შოპინგი ხო და ზაფხულში თუ გაქვს უკვე გადაწყვეტილი შოპინგობა და ან თუ უკვე მოემზადე ზაფხული. საქმე მაინტერესებს იცი რა გარდერობში, უფრო მეტად ჭარბობს შენი ყოველდღიური ლუკები, ბრენდები თუ საკონცერტო ლუკები? იცი არის სხვადასხვა ალბათ ჩერეულად, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სპორტული ტანისამოსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგას casual იქია, ხო? ხო, casual ამბავში, კეპი, რაღაცა კედები, აი ხო ხტები, აი უფრო ის კომფორტულად, იმდენად ყოველდღიურად საღამოს რო უნდა ვიყო ფორმაში და ქუსლზე ვითქე, იმდენად ცოტა მობეზრებული გვაქვს ეს ამბები მომღერლებს, რომ გვირჩევნია რა ყოველდღიურ ამბავში ვიყოთ თავისუფალ ფართო. აი მე და უკას ბრენდები გიყვარს. ძალიან გიყვარს რომ ბრენდებს ვაჭერ ძალიან ნიშნავს. შენ თუ აქცევ ყურადღებას. იცი რა არის, აი ზოგს რო ჭირს რომ აი მაინც და მაინც პრადო უნდა მე. ხო, ვერ გავიგე, ხო ჩვენ გჭირს მეტი და. არა ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია როცა ამის ფუფუნება გაქვს ადამიანს რომ გადაიხადო 10000 ჩანთაში 100000 მე არ გავაკეთებდი მაგალითად თუ გაქვს როგორ არ გააკეთებდი ნატუკა მე მირჩევნია აი ხა გულწრფელად რო თქვა მირჩევნია 10000-ის ზავში რაღაც ჩანთაში კი გადამიხდია 10000 არა რა თქმა უნდა მაგრამ ნუ გადამიხდია რაღაც სამნიშნა და 4 ნიშნა ციფრიც მაგრამ ნუ ეს ძალიან აი რაში გადაგიხდია ჩანთაში ანუ აქსესუარები და რა გიყვარს ჩანთები გიყვარს ჩანთაზე და ფეხსაცმელზე აი რაღაც სასწაული ის შეთხლეშვა გჭირს რომ ამბობენ ხო იცი რა არის აი ხა ყველაზე მეტი 4 ნიშნა გადაგიხდია თუ 3 ნიშნა შენი მაგალითიდან ყველაზე მეტი 3 ნიშნა ეხა იცი რა მინდა 3 ნიშნა 3 ნიშნა არაფერი განსაკუთრებული არ არის ხო ნუ აი არ ცხოვრობთ ეხა ჩვენ მომღერლები ეგეთ ფუფუნებაში ფეხსაცმელში თუ ჩანთაში ფეხსაცმელში და ჩანთაში 4 ნიშნას გადამიხდია 4 ნიშნა კი გადაგიხდია ესე იგი 4 ნიშნა კი ყველაზე მეტი 3 ნიშნა მოდი ხალხს ნუ გავაგიშებთ არა ხალხს კი რა ეს ისი რა მაინტერესებს ეხა ისე გაგვიკვირდა წევან 10000 მეთქი რომ ვიღაცთვის ეხლა ეგ 4 ნიშნაც ძალიან დიდია გესმის აქედან გამომდინარე ხო აქედან გამომდინარე ამაზე 4 ნიშნასაც ხო გააჩნია ეხლა ხანდახან ვაძლევთ ადამიანების საკუთარ თავს იმის უფლებას რომ შეიძლება მთელი თვის დანაზოგი ხელფასი გადაიხადო ადამიანი ყოველ საღამოს ჰონორარი ხო აბა რა დამსახურებულად შენი შრომით გაქვს მოპოვებული ის შენი ჰონორარი მე უკვე რა ხო და რაში გაგიმეტები ეგ შენი ჰონორარი 4 ნიშნა ნუ აი ჩანთა თუ ფეხსაცმელი ჩანთაში კი ბატონო ეხლა იცი მე რა მაინტერესებს აი ნახე ხანდახან გავიმეტებო და აბსოლუტურად მართალი ხარ უნდა გაიმეტო იმიტომ რომ შრომობ და თან ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე კი ბატონო ეხლა შენ ისე მეოთხე დوار უკვე მოსულ არა შენ ხა ისე თქვი რომ მე მგონია ერთხელ არ გაგიმეტებია და რამოდენიმეჯერ გაგიმეტებია და მოდი რა მითხარე ნუ აი ძალიან კაი ხა სამჯერ აღარ მახსოვს ეხლა ის ჩანთები ფუნქციონირებს და რა ჩანთა არის ერთ შეგიძლია რომ გითხრა ბრენდი რაღაც ბრენდი გაინტერესებს ნუ აი მაგალითად მქონია მარკ ჯეიკობსის რომელიც არ ხერს მფადიაფი რა ნუ გამარჯობა სტილი აი რა მიგაქცევინა ყურადღება იცი რა არის მიყვარს უცხო რაღაცა ვიზუალურად თუ მომეწონა და თუ გადავირიე და გავგიჟდი აი გულები რო ამოგდის ხო იცი თვალებში ეს ჩემო კარგო ექსკლუზიურობა ჩვენს გვიყვარს ექსკლუზივებიც გვიყვარს გულებიც ამოგდის ყველაფერი გვიყვარს გულებიც ამობები ქართულ ამბავსაც ძალიან ბევრი მიესალმებით არა ფანტასტიკური ხო ანუ ზოგი რო ამბობს რომ აი მაინც და მაინც წეგანი იმიტომ აღნიშნე რომ მაინც და მაინც პრადა ან რაღაც გუჩი უნდა არა ქართველებსაც უნიჭიერესი ფანტასტიკური დიზაინერები ყავს ადამიანი ხარ შენი მოსვლა ყოველთვის გულების ამოსვლა არის თვალებში გვიყვარ ხარ უღრმესი მადლობა წარმატებები კიდე ერთხელ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ და იმ მშვიდობაში რომ იცი შენებურად ბავამდე ჩემო არაჩვეულებრივ ტკბილო და განსაკუთრებულო მაყურებელო რომელიც ძალიან გვიყვარ ხართ ბედნიერად ხვალამდე